საღამო მშვიდობის დღეს 26 დეკემბერია, პარასკევი წლის ბოლო შემაჯამებელ გადაცემაში ვსაუბრობთ მთავარზე ბიზნესსა და ეკონომიკაში. მე ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე ვარ, დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. პირველი, მეორე, მესამე კვარტალი ეკონომიკური ზრდით გამორჩეული პერიოდები იყო. წინა წელთან შედარებით შენელებული მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა და ინფლაციის მზარდი მაჩვენებლები. კარგი იქნება, თუ უფრო მეტი ყურადღება გამახვილდება წარმოების სფეროზე. კიდევ რა მნიშვნელოვანი ტენდენციებით ხასიათდებოდა 2025 წელი საქართველოს ეკონომიკაში. ფასების ზრდა, ასევე საგადასახადო თვირთი გაიზარდა. ითამაშა თუ არა ნეგატიურ დინამიკაში დამბალანსებლის როლი ტურიზმის სექტორმა. შემომყვანი ტურიზმი და შიდა ტურიზმის მიმართულებები განსაკუთრებული იყო 2025 წლისათვის. და რა შეცვალა ქვეყანაში წლის განმავლობაში არსებულმა ვითარებამ უძრავი ქონების ბაზარზე. 10-15%-იანი ზრდა გვაქვს. ძირითადი მიმართულებები აქედან იყო მაინც მეორადი ქონების კუთხით. ეკონომიკური მაჩვენებლების დასტაბილურება ეგრეთ წოდებული ბუმის შემდგომ. თუ ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე პროცესების ნეგატიური ზეგავლენის შედეგები. მსჯელობა 2025 წლის შედეგებსა და 2026 წლის მოლოდინებზე. ბიზნესსა და ეკონომიკაში. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შენელებული ტემპი და ინფლაციის შედარებით გაზრდილი დონე. ეს იმ გამოწვევების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც საქართველოს 2025 წლის ეკონომიკა შეიძლება დახასიათდეს. კერძოდ ოფიციალური მონაცემების თანახმად მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შენარჩუნდა პირველ და მეორე კვარტლებში დაწყებული შემცირების ტენდენცია და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6.4%-ით განისაზღვრა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4.5%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ინფლაციის დონეს, ის წლის პირველ ორ თვეში მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი იყო, თუმცა მარტიდან 3%-ს გადააჭარბა და უკვე ოქტომბერში მაქსიმუმს 5.2%-ს მიაღწია, ხოლო ნოემბერში 4.8% იყო. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ბიზნესსა და ეკონომიკაში გამოწვევებად დარჩა კვალიფიციური კადრები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ბიუროკრატიული ბარიერები. ასევე ზრდის მიუხედავად საგარეო ვაჭრობაში შენარჩუნდა მაღალი უარყოფითი სალდო და გაგრძელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება. შესაბამისად, საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ უკვე თითქმის დასრულებული წელი საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესისთვის არც თუ ისე კარგი იყო, მაგრამ არც ისეთი ცუდი, როგორცაც ზოგიერთი ეკონომისტი ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური ვითარებისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების გათვალისწინებით წინასწარ მეტყველებდა. მოკლედ, რა ტენდენციებით ხასიათდებოდა 2025 წელს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნეს სექტორში მიმდინარე პროცესები, როგორ აფასებენ ამ ტენდენციებს ეკონომისტები და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და როგორია მოლოდინები. დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ. წლის შემაჯამებელი გადაცემის სტუმრები კი იქნებიან ეკონომისტი გოგა ხიშტოვანი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი დავით ქათამაძე და TBC ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია. გადაცემის მსვლელობისას ტრადიციულად წარმოგიდგენთ თემაზე ჩაწერილ კომენტარებს და გაგაცნობთ უახლეს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. მას ასე დავიწყოთ და თავდაპირველად მონაცემები მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ შეადგინა 6.4% და მიმდინარე ფასებში მიაღწია 28 მილიარდ ლარს. რაც შეეხება სხვა მასთან დაკავშირებულ მაჩვენებლებს, იგივე პერიოდისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ ერთ სულზე მიაღწია 7.553 ლარს, ხოლო უცხოურ ვალუტაში მიმდინარე ფასებში შესაბამისად ჯამურად განისაზღვრა 10.3 მილიარდი ამერიკული დოლარით, ერთ სულზე კი 2790 ამერიკული დოლარით. ამავე მონაცემებით მიმდინარე წლის სამივე კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდებთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ძირითადად იყო შენელებული. კერძოდ ზრდამ პირველ კვარტალში შეადგინა 9.9%, რაც მხოლოდ 0.5%-ით აღემატებოდა 2024 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს. მეორე კვარტალში ზრდა იყო 7.4%, რაც 2.4%-ით ჩამორჩება 2024 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელს და ზრდა მესამე კვარტალში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იყო 6.4%, რაც 4.5%-ით ნაკლებია 2024 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელზე. მონაცემები მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით, საქსტატის წინასწარი ინფორმაციით
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ყველაზე დიდი მოცულობით 3 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრა ვაჭრობის სექტორში, რაც შეეხება სხვა საქმიანობებს, მთლიანი შიდა პროდუქტი დამამუშავებელ მრეწველობაში განისაზღვრა 2 მილიარდ 321 მილიონი ლარით, უძრავ ქონებაში 2 მილიარდ 169 მილიონი ლარით, მშენებლობაში 2 მილიარდ 60 მილიონი ლარით, ხოლო ინფორმაციასა და კომუნიკაციაში 1 მილიარდ 812 მილიონი ლარით. მონაცემები მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპების შესახებ ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით საქსტატის წინასწარი ინფორმაციით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი 21.1% დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში, რაც შეეხება სხვა საქმიანობებს, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 20.7% იყო განათლებაში, 14.7% საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, 13% ხელოვნება, გართობა, დასვენებაში, ხოლო 10.4% ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაში. და ბოლოს მონაცემები მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურის შესახებ საქსტატის წინასწარი ინფორმაციით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ყველაზე დიდი წილით 15% მოდის ვაჭრობაზე, რაც შეეხება სხვა დეტალურ მონაცემებს, 9.4% მოდის დამამუშავებელ მრეწველობაზე, 8.8% უძრავ ქონებაზე, 8.4% მშენებლობაზე, 7.4% ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე, 7.3% სოფლის მეურნეობაზე, 6.2% ტრანსპორტსა და დასაწყობებაზე, ხოლო დანარჩენი 37.5% სხვა დარგებზე. ასეთი იყო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტენდენციები მიმდინარე წლის მესამე კვარტლისთვის. ახლა პირველი კომენტარი პირდაპირ ეთერში ეკონომისტ პაატა აროშიძის მიერ ეკონომიკური წლის შეჯამების შემდგომ პირველ სტუმართან გიორგი ხიშტოვანთან ერთად დავბრუნდებით. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით, იგივე შიდა პოლიტიკური თუ საგარეო პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო, მე მხედველობაში ბოლო 1 წელი 2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული აქციების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ დინამიური ეკონომიკური განვითარება სახეზე იყო, როგორც ოფიციალური სტატისტიკით არის ცნობილი, წლიური ეკონომიკური ზრდა სადღაც 9%-მდე იქნება, თუმცა ეს ჯერ დაუზუსტებელი მონაცემებია, მაგრამ ასეთი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ პირველი, მეორე, მესამე კვარტალი ეკონომიკური ზრდით გამორჩეული პერიოდები იყო და შეიძლება ითქვას, რომ სახეზე გვაქვს ისეთი ეკონომიკური ზრდა, რომელიც შემდგომში შეიძლება საფუძველი გახდეს არა მხოლოდ ვთქვათ გამოხატული მაკროეკონომიკური ზრდის, არამედ ეს აისახოს თითოეულ მოქალაქეზე. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელიც დაიდო პირველ რიგში მხედველობაში მაქვს ის უპრეცედენტო რაოდენობის ინვესტიციის შემოსვლა საქართველოში, რომელიც უკვე 2026 წლიდან უნდა განხორციელდეს. იგლხილზის ინვესტიცია მაქვს მხედველობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება და მართლაც ახლა, როდესაც ჩვენი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორი უკრაინა ომშია ჩართული, როდესაც იგივე თქვა ჩვენ ყველა კუთხიდან გვესმის საკმაოდ დიდი პოლიტიკური თუ ეკონომიკური კატაკლიზმების შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ქვეყანამ წელს საკმაოდ ამ ფონზე საკმაოდ დიდ ეკონომიკურ წინსვლას მიაღწია. ტრადიციულად ეხლა ზრდა მოდის ძირითადად მომსახურების სექტორზე, იმიტომ რომ ჩვენთან მომსახურების სფერო უფრო მეტად განვითარებულია, ვიდრე წარმოების სფერო და კარგი იქნება თუ უფრო მეტი ყურადღება გამახვილდება წარმოების სფეროზე, ისეთ სფეროებზე, რომელიც სწორედ მატერიალური დოვლათის წარმოებელია. ეს არის მაღალი დონის დასაქმების უზრუნველყოფი იქნება და რეალურ სექტორში ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი წარმატების საფუძველი. და ახლა საკუთარ მოსაზრებებს 2025 წელს დაფიქსირებულ ტენდენციებთან და 2026 წლის მოლოდინებთან დაკავშირებით დაპირებისამებრ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი გაგვიზიარებს. საღამომშვიდობის გიორგი, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. თქვენ წლის განმავლობაში ყველა განცხადებას პრაქტიკულად ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ეხმაურებოდით და გქონდა თქვენი კრიტიკული შენიშვნები და აყენებდით იმ ტენდენციებს ეჭვის ქვეშ, რაც გვაქვს სახეზე ნომინალურად. მოდით ასე ვთქვათ. აი ამის გათვალისწინებით ბუნებრივია, საინტერესოა
თქვენ როგორ აჯამებთ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკაში და როგორია თქვენი მოლოდინები? აი, მთავარი საკითხები რომ გამოყოთ და გაამახვილოთ ყურადღება. რატომ თვლით რომ წელს ჩვენ ვერ შევძელით სასურველი ეკონომიკური ზრდის მიღწევა? მოგესალმებით პირუს, მივესალმები მაყურებელს. ამაზე მე ვიტყველებს, აი თქვენი შესავალი ძალიან საინტერესო იყო. მე მგონია, რომ ამაზე მეტყველებს ეკონომიკური ზრდის ცალხმრივი ხასიათი. და როგორც თქვენ დაასახელეთ, ტოპ სექტორები, ანუ ყველაზე დიდი ზომის სექტორები ეკონომიკაში იზრდება ძალიან ნელა. რო შევხედოთ მაგალითად ბოლო მესამე კვარტლის მონაცემებს, მშენებლობა იზრდება 0.2%. მაგალითი მომყავს, მაგალითისთვის ვაჭრობა, მრეწველობა იზრდება 2-3%. ამავდროულად გვაქვს სექტორები ეკონომიკაში, რომელიც იზრდება ძალიან სწრაფად, მაგალითად ინფორმაცია და კომუნიკაცია. შესაბამისად, აი ესეთ მაგალითს მოვიყვანდი, რაც ვეცდები აი ჩემი არგუმენტის ახსნას ფირუს, საქართველოში გამოქვეყნდა სტატისტიკა მესამე კვარტალში დასაქმებულების რაოდენობის შესახებ. და ნუ მესამე კვარტლის მონაცემები დადარდა წინა წლის მესამე კვარტლის მონაცემებს და ვაფიქსირებთ შემდეგს. დამსაქმებულთა რაოდენობა არის შემცირებული ქვეყანაში. ხო, ერთი მხრივ პარადოქსია, იქიდან გამომდინარე, რომ კაცო, თუ გვაქვს თითქმის 8%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალურიდან, როგორ შეიძლება დასაქმების რაოდენობა მცირდებოდეს, ხოლო აი ეს ჩაშლა, რაც თქვენ მოიყვანეთ, სემს ამ კითხვას ძალიან კარგად პასუხს, რომ რეალური ეკონომიკის სექტორები, აი კოლეგამ კომენტარი გააკეთა, ეხლა დაასახელა მრეწველობა, დაასახელა სოფლის მეურნეობა. რეალური ეკონომიკის სექტორები საქართველოში წელს არის ფაქტიურად იმ დონეზე, რა დონეზეც იყო შარშა. ერთი მხრივ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ის რომ არ მოხდა მყისიერი, ასე ვთქვათ, უკუსვლა ეკონომიკის, განსაკუთრებით პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ეს უკვე კარგია, შეიძლება ესე ვთქვათ, მაგრამ ასევე უნდა დავამატოთ, რომ ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს მაღალი ეკონომიკური აქტივობის სურათი და მაღალი ეკონომიკური ზრდის ამ საბოლოო ერთ რიცხვს საფუძვლად უდევს ხშირ შემთხვევაში ისეთი სექტორების ზრდა, რომელიც რეალურ ეკონომიკას დიდ კონტრიბუციას არ ახორციელებს. მაგალითად, იგივე ინფორმაცია და კომუნიკაციის შემთხვევაში ეს არის დიდი ნაწილია მაღალი ეკონომიკური ზრდის მოდის უცხოური კომპანიის შვილობილ კომპანიებზე, რომლებიც არიან საქართველოში დარეგისტრირებულები, იხდიან დაბალ გადასახადოებებს, იმიტომ რომ აქვს სახადასახადო შეღავათები და ასაქმებენ დიდწილად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. გოგა, თქვენ დააღნიშნეთ რომ დიახ ეს არ არის ცუდი, მაგრამ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჩვენ თუ რეალურ ეკონომიკურ სურათს ვაფასებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის რაც მოქმედებს საგადასახადო შემოსავლებზე, ის რაც მოქმედებს დასაქმებაზე, ის რაც მოქმედებს ხელფასების დაზე რეალურ ეკონომიკაში, აქ არ გვაქვს სახარბიელო სურათი. მე რა შევაჯამო ეს ნაწილი, თუ შეიძლება ვიტყოდი, რომ ჩვენ მქონდა ძალიან კარგი 22-24 წლები, ამის უპირველესი მიზეზი იყო სამწუხაროდ ომი უკრაინაში, იმიტომ რომ ომმა უკრაინაში ძალიან ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკას, ესე გამოვიდა, მაგრამ 25 წელი ეს არის ასე თქვა დამუხრუჭების წელი. და ძალიან კარგად ჩანს ეს განსაკუთრებით კვარტლიდან კვარტლამდე თუ შევხედავთ სურათს და თუნდაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს რო დავაკვირდეთ, კლებით აღინიშნება, ანუ პირველი კვარტალი უკეთესი იყო. ბატონო გიორგი, ამ შემთხვევაში ეს ეკონომისტების ნაწილი ამას ხსნის იმით, რომ ბუმის შემდეგ მოხდა ეკონომიკის მაჩვენებლების დასტაბილურება. ამავე დროს თქვენ თქვით, რომ ძალიან კარგიაო, რომ მოხერხდა შენარჩუნება ვარდნის, უფრო მეტად ვარდნა არ მოხდა ეკონომიკისაო. აი, ამ შემთხვევაში რას უკავშირებთ ამ ყველაფერს თქვენ? ხელისუფლებამ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გაატარა და ამან დადო ეს შედეგი, მოდით ასე ვთქვათ, უფრო მარტივად და პოპულარულ ენაზე, თუ ინერციით გააგრძელა ეკონომიკამ მუშაობა? მე პირდაპირ ვიტყვი, მე არ მგონია, რომ ხელისუფლებამ საერთოდ რაიმე ტიპის ესეთი გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკა ქონდეს, ჩემი აზრით, სამწუხაროდ. რაც შეეხება იმას ინერციას, კი მგონია, რომ ეს არის ინერციის ეფექტი. ასევე აღსანიშნავია, აი მაგალითს მოვიყვან, ფირუს თუ შეიძლება, ხო აი, მოკლედ შეიძლება.
კარგის დის მაჩვენებლები ჩვენ გვაქვს, მაგალითად ტრანსპორტი და დასაწყობების სექტორში. ხო, ეს არის კარგის მაღალის დის მაჩვენებლები. ოღონდ აი ეს მაღალის და დიდწილად აიხსნება იმით, რომ საქართველო გახდა რუსეთთან ირიბი ვაჭრობის ჰაბი. ანუ პირდაპირ რუსეთთან ვაჭრობა, რადგანაც არ შეიძლება ევროკავშირიდან დასავლეთი სანქციებიდან გამომდინარე, ჩვენ გავხდით ასე ვთქვათ შემოვლითი გზა რუსეთთან ვაჭრობის. ამან გაზარდა სექტორი, ეს არის კარგი, მაგრამ ამას მაგალითად ვირუს მე ვერ დავარქმევ რაღაცა ეკონომიკურ პოლიტიკას. უბრალოდ გაგვიმართლა და შესაბამისად მოხდა ასე. მაგალითად იგივე ტურიზმის წელი აღნიშნეთ და განსაკუთრებით რა თქმა უნდა აჭარისთვის არის ეს სექტორი მნიშვნელოვანი. კარგი წელი იყო. ტურიზმის მხრივ ნამდვილად იყო კარგი წელი. მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი თუ რატომ იყო კარგი წელი, ეს იყო ტურისტები რუსეთიდან, რომლებიც არიან ნომერ პირველი კონტრიბუტორები დახარჯული თანხის ჯამისა და რაოდენობრივადაც. და რატომ? იმიტომ რომ რუსებს აქვთ შეზღუდული მოგზაურობა დასავლეთში და შესაბამისად ამან გაზარდა მათი მზაობა იმოგზაურონ საქართველოში. გასაგებია და ანუ ისი თქმა მინდა იცი ფირუზ, ამას მე ვერ დავარქმევდი ეკონომიკურ პოლიტიკას. უბრალოდ ფაქტორები დაემთხვა ისე, რომ 22-24 წლებში და ცოტა ეს შენელებული ეფექტი გადმოგვყვა 25-შიც გარემო სიტუაციამ, გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ შეგვიწყო ხელი, რომ პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკა ფაქტიურად შენარჩუნდა იგივე დონეზე. გასაგებია და როგორია თქვენი მოლოდინები ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოკლედ და რომ დავასრულოთ თუ შეიძლება. ძალიან რისკიან, მე ძალიან ისეთი, როგორ თქვა, სამწუხაროდ, უპირველეს ყოვლისა აღნიშნავ, რომ სამწუხაროდ და არა ის ჩემი თვითმიზანი არ არის, რომ რაღაცა ცუდი სცენარები დავხატო, მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ პირველ რიგში თუ დასრულდა ომი უკრაინაში, ეს იქნება დიდი დარტყმა საქართველოს ეკონომიკაზე. ჩვენ როგორც ბენეფიციარები ამ ომის, ჩვენს ეკონომიკას ეს სერიოზულად დაარტყამს. დაარტყამს ვაჭრობას, დაარტყამს ტრანსპორტს, დაარტყამს დასაწყობებას, ტურიზმს და აქედან გამომდინარე, ამაზე არის ძალიან დიდი ამ ფაქტორს ექნება დიდი გავლენა ეკონომიკაზე. მე მინდა რომ დასრულდეს ომი, ეს ადამიანების ესეთი კვლავ არის აბსოლუტურად მიუღებელი, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, მაგრამ უნდა გვესმოდეს ამას ექნება უარყოფითი ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე. მეორე აღნიშნავდი, ზრდის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ფირუზ იყო სახელმწიფო ხარჯების და. რატო იზრდება მაგალითად განათლება 20%-ით, ფაქტიურად 25%-ით წელს? იმიტომ რომ სახელმწიფო ხარჯავს განათლების სისტემაში მეც 25-ში, მაგრამ 26-ში მაგალითად ბიუჯეტი განათლების სამინისტროსი არის შემცირებული. შესაბამისად, ვეღარ იქნება სახელმწიფოს გაზრდილი ხარჯები, ვეღარ იქნება ეკონომიკური ზრდის კონტრიბუტორი. მაგალითად, თქვენ ცით, ინფრასტრუქტურაზე ხარჯები არის შემცირებული. აქედან გამომდინარე, რისკი არის გეოპოლიტიკური, რისკი არის სახელმწიფოს აღარ აქვს რესურსი სახელმწიფოს ეკონომიკის სტიმულირების ხარჯვის ნაწილში, რისკი არის ინფლაცია და შესაბამისად რისკი არის ის, რომ აი ამ ცუდი ეკონომიკური ზრდის, აი ხლა ხედავ შენობებს, თქვენ აჩვენებთ შენობებს და მშენებლობას, თუ მაგალითად ახალი იმპულსი არ შეიძინა სექტორებმა, როგორიც არის მშენებლობა, როგორიც არის მრეწველობა, როგორიც არის ვაჭრობა, ჩვენ გვექნება ნელი ეკონომიკური ზრდა, რაც აისახება დასაქმების კიდევ უფრო შემცირებაზე და ხელფასების ზრდის კიდევ უფრო შენელებაზე. აქედან გამომდინარე, მე რისკებს ვხედავ და აქ ნამდვილად არის ფირუზ საჭირო კარგი ეკონომიკური პოლიტიკა, სწორი, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ არ გვესმის ამ შემთხვევაში ქართული ოცნებისგან რა გეგმებით ხვდებიან ისინი 26 წელს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს გიორგი ხიშტოვანი გახლდათ, ეკონომისტი, ვსაუბრობდით 2025 წლის ეკონომიკურ ტენდენციებსა და 2026 წლის მოლოდინებზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი ასევე ეკონომისტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი დავით ქათამაძე იქნება, ის უკვე სტუდიაში იმყოფება და მალე შემოგვიერთდება, თუმცა მანამდე კვლავ სტატისტიკა და კომენტარი. დავიწყოთ ისევ ოფიციალური მონაცემების განხილვით და ამჯერად გავეცნოთ საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე გაიზარდა 9.5%-ით და გადააჭარბა 23 მილიარდ 218 მილიონ დოლარს. რაც შეეხება დეტალებს, ექსპორტი გაიზარდა 10.1%-ით და მიაღწია 6 მილიარდ 618 მილიონ ამერიკულ დოლარს, ხოლო იმპორტი გაიზარდა 9.3%-ით და მიაღწია 16 მილიარდ 600 მილიონ ამერიკულ დოლარს. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა 9 მილიარდ 982 მილიონ დოლარამდე, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53%-ია. ამავე მონაცემებით წინა პერიოდებთან შედარებით შეცვლილია უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალიც ექსპორტში. კერძოდ მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყნიდან განხორციელებული ექსპორტის ყველაზე დიდი წილი 21.1% მოდის ყირგიზეთზე. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ექსპორტის 12.8% მოდის ყაზახეთზე, 10% რუსეთზე, 9.6% აზერბაიჯანზე, 7.5% სომხეთზე, 4.6% თურქეთზე, 4% ჩინეთზე, ხოლო 30% სხვა ქვეყნებზე. მონაცემები უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების შესახებ საქსტატის წინასწარი ინფორმაციით მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში განხორციელებული იმპორტის ყველაზე დიდი წილი 15% მოდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რაც შეეხება სხვა მონაცემებს, იმპორტის ასევე 15% მოდიოდა თურქეთზე, 11%-მდე ჩინეთზე, 10.3% რუსეთზე, 7% გერმანიაზე, 3.5% აზერბაიჯანზე, 3% გაერთიანებულ სამეფოზე, ხოლო 35% სხვა ქვეყნებზე. უკაცრავად მონაცემები უმსხვილესი საექსპორტო საქონლის შესახებ საქსტატის წინასწარი ინფორმაციით მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყნიდან ექსპორტირებული საქონლის ყველაზე დიდი წილი 39.6% მოდიოდა მსუბუქ ავტომობილებზე, რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ექსპორტის 5% მოდიოდა ძვირფასი ლითონების მადნებზე, 4%-მდე სპირტიან სასმელებზე, 3.7% ღვინოებზე, 3% ფეროშენადნობებზე, 2.4% მინერალურ და მტკნარ წყლებზე, 2.3% მინერალურ და გაზირებულ შაქრიან წყლებზე, ხოლო 40%-მდე დანარჩენ საქონელზე. და ბოლოს მონაცემები უმსხვილესი საიმპორტო საქონლის შესახებ საქსტატის წინასწარი ინფორმაციით მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში განხორციელებული იმპორტის ყველაზე დიდი წილი 21% მოდიოდა მსუბუქ ავტომობილებზე, რაც შეეხება სხვა მონაცემებს, იმპორტის 7.4% მოდიოდა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, 3.6% სამკურნალო საშუალებებზე, 3%-მდე სურათებსა და ნახატებზე, 2.2% ნავთობის აირებზე, 1.8% სატელეფონო და მონაცემთა გადაცემის სხვა აპარატებზე, 0.9% სიგარეტებზე, ხოლო 60%-მდე დანარჩენ საქონელზე. ეს რაც შეეხებოდა საგარეო სავაჭრო ბრუნვას, ახლა წლის შეჯამება ტურიზმის სექტორში პირდაპირ ეთერში სტუდიის სტუმართან ბატონ დავით ქათამაძესთან ერთად დავბრუნდებით. შეიძლება ითქვას, რომ 2025 წლის ტურისტული სეზონი კარგად შედგა, ვინაიდან ამის საშუალებას გვაძლევს ის გამოკითხვები, ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ტურიზმის ინდუსტრიას, აჭარის ტურიზმის ფედერაციას, გიდების ფედერაციას და ასევე შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი მიმართულებები, როგორიც არის შემომყვანი ტურიზმი და შიდა ტურიზმის მიმართულებები, განსაკუთრებული იყო 2025 წლისათვის, ის 2024 წლის მაჩვენებლებზე მეტი იყო, დაახლოებით 7-8%-ით და შეიძლება ითქვას, რომ გამოკვეთილი იყო მაინც არა მარტო საზღვაო კურორტებზე დასვენება, არამედ უფრო გამოიკვეთა სამთო ტურიზმისა და სასოფლო ტურიზმის განვითარება. ანუ ვიზიტორების უმეტესი ნაწილი უკვე მიემართება მარკირებულ სამთო ტურისტულ მარშრუტებზე. ეს რა თქმა უნდა დადებითი ტენდენციაა და ამავე დროს სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ 2019 წლის მაჩვენებლებს ჩვენ უკვე დაუბრუნდით და კიდევაც უფრო მეტია 2019 წლის მაჩვენებლებზე 2025 წლის ტურიზმი და ვიზიტების მიერ განხორციელებული შემოსვლები. ეს სასიხარულოა,
და ვფიქრობთ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ზოგადად ტურისტები ჩვენთან შემოდიან მეზობელი ქვეყნებიდან, შემოდიან უმეტესი ტურისტების რაოდენობა, ასევე შემოდიან ახლო აღმოსავლეთიდან, არაბული ქვეყნების ტურისტები შემოდიან უფრო მეტი რაოდენობა. მცირეოდენი კლება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსვლებში, მცირეოდენი კლება დაფიქსირდა, მაგრამ ეს ბალანსი შეავსო მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულმა ტურისტებმა. ძირითადი გამოწვევა მაინც რჩება ინფრასტრუქტურა, ვინაიდან მომსახურების სერვისი არ პასუხობს იმ დონეს, იმ მაჩვენებლებს, რასაც მოითხოვს თანამედროვე ტურიზმი, ამიტომ ჩვენ უფრო მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ სატრანსპორტო მომსახურებაზე, კვებით მომსახურებაზე, ასეთ ისე სასტუმროს მომსახურებელ პერსონალი უკვე გადამზადებულია და უკვე საერთაშორისო ბრენდები შემოვიდა, მრავალი ბრენდი შემოვიდა საერთაშორისო, მაგრამ კვებითი მომსახურება და სატრანსპორტო მომსახურება უკვლავ რჩება სუსტრგოლად, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება გვმართებს სამომავლოდ. ვფიქრობ, რომ 2026 წელი უფრო უკეთესი იქნება ვიდრე 2025 წელი, ამის მოლოდინებს გვაძლევს ის, რომ მრავალი ახალი ტურისტული მარშრუტი მოხდა, ახალი ტურისტული მარშრუტის მარკირება, ასევე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა საკურორტო ქალაქებში, ასევე შემოვიდა ახალი ტურისტული ბრენდები, დაემატა ავიახაზები, დაემატა ახალი. ეს ყველაფერი კი უკვე საშუალებას გვაძლევს, რომ ვივარაუდოთ, რომ ამავე დროს უფრო სტაბილური ხდება პოლიტიკური ვითარება და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის წინაპირობას, რომ მომავალი უფრო უკეთესი იქნება. და ახლა 2025 წელს ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი, ეკონომისტი დავით ქათამაძე შეგვიჯამებს. მოგესალმებით ბატონო დავით, 2025 წელს უბრალოდ. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად საინტერესო წელიც იყო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეკონომიკური და ბიზნეს პროცესები მიმდინარეობდა საკმაოდ დიდი გამოწვევების ფონზე, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. თავარი რაც დავინახეთ 2025 წელს. რა შეიცვალა საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში? თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ უფრო დავინახეთ, რომ ჩვენი ბაზარი უფრო ორიენტირებული გახდა ყირგიზეთზე, ყაზახეთზე, რუსეთზე და ასე შემდეგ. მივესალმები პატიცემულ ტელემაყურებელს პირველ რიგში, ნამდვილს ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ. უნდა ითქვას, რომ საქართველოს პატარა ზომის ქვეყანაა და საგარეო ეკონომიკურ ფაქტორებზე დამოკიდებულების ხარისხი პატარა ქვეყნებისათვის მაღალი არის, ამიტომ არც გამონაკლისი საქართველოა. სამწუხაროდ საგარეო ფაქტორებზე ზედმეტად დამოკიდებულიც ვართ. დამოკიდებულება მცირდება ქვეყნის განვითარების პარალელურად. მაღალ განვითარებული ქვეყნები, პატარა ქვეყნები შედარებით ნაკლებად არიან დამოკიდებული. ჩვენ თუ გვინდა საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებულება შევამციროთ, საკუთარ წარმოებას უნდა მივხედოთ და საკუთარი წარმოების განვითარებას უნდა შევუწყოთ ხელი. რაც შეეხება პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ჩვენი ექსპორტის ხვედრითი წილის და იმპორტზე დამოკიდებულების გადატანას ამ ქვეყნებზე, ესეც განპირობებული არის სოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებით. სოფლიო ეკონომიკა ბოლო დროის არასტაბილურობით გამოირჩევა. საომარი მოქმედებების გამო, ევროკავშირის განვითარებაში პრობლემების გამო საქართველოს ევროპროდუქციაზე იყო დამოკიდებული და ეს უკვე აისახა ნეგატიურად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე მომარაგების მხრივ შეფერხება ევროპული პროდუქციის გაძვირება. ამიტომ აისახა შიდა ბაზარზეც ფასების ზრდაში. საქართველოში ინფლაციის მაღალი ტემპია, იმიტომ რომ სოფლიოში ინფლაცია და ჩვენ სოფლიო ინფლაციით იმპორტული ინფლაციით საზრდოობთ, რადგან ფასებს ვერ განკარგავთ შიდა ბაზარზე და ფასებს კარნახოს სოფლიო პროდუქციის ფასები, სოფლიო ფასთა დონე, ამიტომ გაიზარდა სოფლიო ფასები ლოგისტიკური ჯაჭვის ხვევის გამო, გაიზარდა ანალოგიურად ჩვენს იმპორტირებულ პროდუქციაზეც ფასები და ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, პირველი პირების მხრიდან, რომ საქართველოში პროდუქცია, გარკვეული სახის პროდუქცია გაცილებით უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში და ასე არ უნდა იყოს. მაშინ რით არის ეს განპირობებული? ძვირია ვიდრე ევროპაში, იმიტომ რომ ევროპიდან შემოგვაქვს და ევროპაში რა ფასებისა მასთან შედარებით უფრო მაღალი ფასები ექნება შიდა ბაზარზე ჩვენთან. იმიტომ რომ ტრანსპორტირების საბაჟო დანახარჯები ემატება და თავისთავად იქ რაც ფასებია, იმას დაემატება სატრანსპორტო ლოგისტიკური საბაჟო დანახარჯები, საინფორმაციო დანახარჯები და შიდა ბაზარზე ჩვენთან უფრო ძვირი იქნება ევროპული პროდუქცია.
სამამულო ევროპულს უსწორებს თვალს, იმიტომ რომ სამამულო პროდუქცია ფასთა პოლიტიკას ვერ განსაზღვრავს. სამამულო მეწარმეები მცირე სეგმენტია 20-25% ადგილობრივი წარმოება და საფასო პოლიტიკას იმპორტი განსაზღვრავს ასეთ შემთხვევაში. რადგან ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ვართ და ინტერტემპორალური მოვაჭრე ქვეყანა ვართ, ანუ მომხმარებლის როლში უფრო მოვაჭრე ქვეყანა ვართ, წარმოებელი. ამიტომ ეს ჩვენ სოფლიო ფასები გვანახობს შიდა ბაზარზე ფასებს. მართალია, შიდა ბაზარზე აქვს ოლიგოპოლისტურ ტენდენციებს და შეთანხმებულ საქართველოს გარიგებებს, მაგრამ ის იმდენი ხვედრიცილი ფასწარმოქმნაში არ არის, რამდენადაც სოფლიო ბაზარზე ფასების ზრდა, საგადასახადო ტვირთი და ბიზნესის ნაწილობრივ ცოდავს, რომ შედარებით მაღალ მარჟას იტოვებენ მოგების. კი ბატონო. ბატონო დავით, ჩვენი ბაზრის ექსპორტ-იმპორტის მიმართულებების ასეთ ცვლილება რა რისკების მატარებელი შეიძლება იყოს? ჩვენ ვიცით, რომ რუსეთზე როგორც სავაჭრო პარტნიორზე დაყრდნობა არ შეიძლება და შესაბამისად ბევრი ეკონომისტი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ რუსეთზე დამოკიდებულება სავაჭრო ურთიერთობებში კი არ გაზარდოს, მაქსიმალურად შეამციროს შეძლების და გვარად. თუმცა ტენდენციას ხედავთ, რომ პირიქით იზრდება ეს. ნუ ეხლა ჩვენ ვნახეთ ბევრი გადაწყვეტილებები, რომელმაც დააზიანა ურთიერთობები, ხო? აი თუნდაც შემრიგებლური ტონის ფონზე ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილებები და ქართულ მძღოლებს არ ატარებენ რუსეთის ტერიტორიის გავლით, რამაც ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა ლოჯისტიკას და ტვირთების გადაზიდვას რუსეთის ტერიტორიის გავლით, ახლო ესე ვთქვათ, შუა აზიის ქვეყნებში. აი ამის გათვალისწინებით რა რისკების მატარებელი შეიძლება იყოს ის რა პროცესიც გვაქვს ჩვენ საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში? ყირგიზეთი, ყაზახეთი და რუსეთი ევროპულ და დასავლურ ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად გადახდისუნარიანი არიან და არამდგრადი მყიდველები არიან დაბალმსყიდველოვანობის გამო, ამიტომ ეს რისკებს რა თქმა უნდა მოიცავს, თუმცა კერძო სექტორს ადმინისტრაციულად ვერ უბრძანებთ საიდან შემოიტანონ და სად გაეტანონ. ამას განსაზღვრავს კონკურენცია და საბაზრო პრინციპი. დასავლურ პროდუქციაზე ფასები რომ მაღალი არის და რუსეთის და აზიურ ბაზრებზე რომ შედარებით დაბალი ფასები არის, უკვე ტენდენცია არის, რომ საავტომობილო ნაკადები ექსპორტ-იმპორტი განსაზღვრავს ჩვენ სავაჭრო პოლიტიკას, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ, რომ იმპორტი ამერიკიდან რომ არ იყოს ავტომობილის და ექსპორტი ყირგიზეთის და რუსეთის ბაზარზე 40% ექსპორტი შეგვიმცირდებოდა და 25%-ით იმპორტი, იმიტომ რომ ლომის წილი საავტომობილო ბიზნესს უჭირავს. სუბავტომობილებზე ჩვენი ექსპორტის წილიც და ფაქტიურად ჩვენი საგარეო სავაჭრო პოლიტიკა საავტომობილო ბიზნესმა განსაზღვრა. რომ ამოვიღოთ ეს ნაწილი, ჩვენ ძალიან მცირე მოცულობით წარმოდგენილი ვიქნებით, როგორც ექსპორტში, ისე იმპორტის მხრივაც და ნაკადებს განსაზღვრავს სწორედ ბაზრის მოთხოვნები და მიმღები ქვეყნების სურვილი თუ რომელი ქვეყნის სატრანზიტო არხით მიიღონ პროდუქცია. და როგორია თქვენი მოლოდინები 2026 წლისთვის იმის გათვალისწინებით რა პროცესებსაც ვაკვირდებით? ბევრი რამ დამოკიდებული არის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე. ეს საომარი მოქმედებები თუ დასრულდა, ჩვენთვის შეიძლება როგორც ბენეფიციარი ქვეყნისათვის ნეგატიურად დაისახოს, მაგრამ უმჯობესია მსოფლიოს დასტაბილურდეს, მსოფლიოში აღდგეს მოთხოვნა მიწოდების ჭაჭვი და დასტაბილურ გარემოში, დასტაბილურებულ გარემოში უფრო მეტ სიკეთეს მივიღებთ, ვიდრე რუსეთ-უკრაინის გვერდის ავლით შემოსულ ბიზნესმენებს და ინვესტორებს სიკეთე მოაქვთ ჩვენთან, ან თუ გნებათ ტურისტულ ნაკადებს. ბევრად უფრო მეტი სიკეთე გვექნება მსოფლიოს დამშვიდებული მსოფლიო პოლიტიკიდან, ვიდრე რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების გვერდით ეფექტიდან. ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ეს საომარი მოქმედებები დროულად დასრულდება 26 წელში და ჩვენ დავაბალანსოთ უნდა ექსპორტ-იმპორტი. იმპორტის რაციონალიზაცია უნდა მოხდეს და ექსპორტის მხარდაჭერა. კიდევ უფრო არის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, არის პროგრამები საექსპორტო პროდუქციის წარმოების მხარდაჭერის და ექსპორტის სუბსიდირების და საექსპორტო დოკუმენტაციის წარმოებაში დახმარება, მაგრამ სამამულო წარმოების განვითარებაში უნდა იყოს ხელშეწყობა, რომ იმპორტი ჩავანაცვლოთ და იმპორტის უკუგდება მოხდეს ქვეყნის ბაზრიდან და ჩაენაცვლოს ადგილობრივი წარმოება. ეს შემცირება მაინც. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თორემ რადიკალურად ასეთი დისპროპორცია 75-25-ზე იმპორტსა და ექსპორტს შორის პროპორცია დამღუპველია ქვეყნისათვის, იმიტომ რომ ჩვენ სენსიბილური ვართ საგარეო ფაქტორებზე, მკვეთრად ვართ დამოკიდებული. როგორც კი საგარეო შოკი წარმოიქმნება, მაშინვე ჩვენ უკვე ჩვენი მოსახლეობა რისკის ქვეშა სასურსათო ენერგეტიკული თავდაცვითი უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამიტომ აუცილებელი არის თვითყოფადობის და
უსაფრთხოების თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს დავით ქათამაძე გახლდათ, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი. ვსაუბრობდით 2025 წლის ტენდენციებზე და 2026 წლის მოლოდინებზე ბიზნესსა და ეკონომიკაში. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენი სტუმარი TBC ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია იქნება, ის უკვე ხაზზეა და მალე შემოგვიერთდება, მანამდე კი კიდევ ერთი შემაჯამებელი კომენტარი და სტატისტიკური მაჩვენებლები. დავიწყოთ ისევ ოფიციალური მონაცემების განხილვით და ამჯერად გავეცნოთ ინვესტიციების დინამიკას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 533 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებლებს, მიმდინარე წლის სამ კვარტალში ინვესტიციების საერთო რაოდენობა შეადგინა 1.297 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც 11%-ით აღემატება 2024 წლის სამი კვარტლის მონაცემს და 20%-ით ჩამორჩება 2023 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს. ამავე მონაცემების თანახმად ცვლილებაა ინვესტიციების განაწილებაში კომპონენტების მიხედვით. კერძოდ მესამე კვარტალში სააქციო კაპიტალის მოცულობამ შეადგინა 102 მილიონი ამერიკული დოლარი, ხოლო რეინვესტიციის მოცულობამ გადააჭარბა 340 მილიონ ამერიკულ დოლარს. რაც შეეხება სავალო ვალდებულებებს, ეს მაჩვენებელი შესაბამისად განისაზღვრა 90.6 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის დადებითი ნაშთით. მონაცემები უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით საქსტატის ინფორმაციით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 17.5% მოდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ინვესტიციების 13.5% მოდიოდა ესპანეთზე, 13% თურქეთზე, 10% აზერბაიჯანზე, 9.5% მალტაზე, 6.7% ნიდერლანდებზე, 4% გერმანიაზე, ხოლო 25% დანარჩენ ქვეყნებზე. მონაცემები ინვესტიციების შესახებ ეკონომიკის სექტორების მიხედვით საქსტატის წინასწარი ინფორმაციით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 17% მოდის უძრავ ქონებაზე, რაც შეეხება სხვა მონაცემებს 15% მოდის ტრანსპორტზე, 13.4% წყალმომარაგებასა და ნარჩენების მართვაზე, 13%-მდე დამამუშავებელ მრეწველობაზე, 10% ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე, 9% ვაჭრობაზე, 5%-მდე მშენებლობაზე, ხოლო 17.7% დანარჩენ სექტორებზე. და ბოლოს მონაცემები ინვესტიციების ზრდის ტემპის შესახებ სექტორების მიხედვით საქსტატის წინასწარი ინფორმაციით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში პირდაპირ უცხოური ინვესტიციები 71.4 მილიონი დოლარით გაიზარდა წყალმომარაგებასა და ნარჩენების მართვაში, 45 მილიონი დოლარით ინფორმაციასა და კომუნიკაციაში, 67 მილიონი დოლარით უძრავ ქონებაში, 57.3 მილიონი დოლარით ტრანსპორტში, 12.4 მილიონი დოლარით მშენებლობაში, 6 მილიონი დოლარით სასტუმროებსა და რესტორნებში, 3.5 მილიონი დოლარით დამამუშავებელ მრეწველობაში, ხოლო ვაჭრობაში შემცირდა 20 მილიონი დოლარით. ასეთია უახლესი ოფიციალური მონაცემები მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის, საგარეო ვაჭრობის და ინვესტიციების შესახებ. ახლა წლის შემაჯამებელი კომენტარი უძრავი ქონების სექტორიდან პირდაპირ ეთერში გადაცემის დასკვნითი ბლოკის სტუმართან ოთარ ნადარაიასთან ერთად დაუბრუნდებით. 22-23 წლების ბუმის შემდეგ 24 წელი ცოტათი ჩავარდნილი იყო, თუმცა 25 წელმა აჩვენა ზრდა. 10-15%-იანი ზრდა გვაქვს. ძირითადი მიმართულებები აქედან იყო. მაინც მეორადი ქონების კუთხით გაიზარდა ამ კუთხით ტრანზაქციების რაოდენობა და 10-15%-იანი ზრდა დაიდო 2025 წელს, რაც არის. ფასებიც, რა თქმა უნდა, იზრდება ეტაპობრივად, თუმცა აქ შეგვიძლია ვთქვათ ერთ რაღაცაზე, რომ მომხმარებლები შეიცვალა ცოტათი, უფრო პრეტენზიული გახდნენ, მეტ ყურადღებას ხარისხს აქცევენ და ციფრებს. სადაც არის მართველი კომპანია, რომელმაც შეიძლება გასაგები ციფრები დადოს და თქვას, რომ შემოსავლიანობა იქნება ამდენი და ამდენი, რა თქმა უნდა, მომხმარებელი უფრო იქეთკენ იხრება. ბათუმში ძირითადი მასა მაინც უცხოელები ყიდულობენ საინვესტიციო ქონებას. ეხლა ბოლო ტენდენციები რაც არის, რაც უყურებთ, ანუ 2 მეგა პროექტი გვაქვს. ერთი არის ბათუმი აილენდის პროექტი, რომელიც შენდება, მეორე დაანონსებული პროექტი გონიო მარინა, Eagle Hills-ის პროექტები. შესაბამისად ინვესტიციების დონე უნდა გაიზარდოს.
ინვესტიციების კუთხით გამოიკვეთა წელს უფრო ისრაელის ბაზარმა დაიკავა საკმაოდ დიდი ადგილი. ჩაჩოჩა სლავური ბაზარი ასე რომ ვთქვათ, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და მოლოდინი გვაქვს რომ აზიის ბაზარის გამოცოცხლდება ჩვენსკენ. თუმცა მე რასაც უყურებ, ანუ ისრაელის ბაზარი აქტიურია და განაგრძობს გააქტიურებას, ახლო აღმოსავლეთიც გააქტიურდება იგალ-ფილსის შემოსვლასთან ერთად. სხვა ბაზრები, ვიცი, ინდოეთის ბაზარს უყურებს რამოდენიმე დეველოპერი, ასევე ჩინეთის ბაზარსაც უყურებენ. ნახოთ ყველაფერს როგორ გვაჩვენებს. თუმცა მოლოდინები 26 წელს საკმაოდ ოპტიმისტური მაქვს. თქო უნდა რეგიონში ომი კარგად არ მოქმედებს არ ჩვენს ბაზარზე და არ სხვა ბაზრებზე. ეგერთი გამოწვევა უკვე 4 წელია არის და ამას ვერაფერს ვერ უზამთ. სხვა კუთხით რა თქმა უნდა ფასების ზრდა ეს გამოწვევა იყო დეველოპერებისთვის, იმიტომ რომ მუშახელის ფასის ზრდა გაიზარდა, ასევე საგადასახადო ტვირთი გაიზარდა ამ მართულებით. თუმცა ჯერჯერობით ჩვენი დეველოპერები უმკლავდებიან ამას ყველაფერს. და ახლა ეთერს TBC ჯგუფის მთავარ ეკონომისტს ბატონ ოთარ ნადარაიას ვუთმობთ. საღამოშვიდობის ბატონ ოთარ, დიდი მადლობა დროის დათმობისა და გადაცემაში მონაწილეობისთვის. ახლახანს TBC კაპიტალმა გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო ანალიზი 2025 წლის ეკონომიკური პროცესებისა და ასევე გამოქვეყნა პროგნოზები, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ პროგნოზის მიხედვით თუ სწორად მახსოვს, მოსალოდნელია ინფლაციის ზრდის ტემპის შენარჩუნება სამწუხაროდ. სხვა დეტალებზე რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით? დიახ, როგორი მოლოდინები შეიძლება გქონდეს 2026 წლისთვის იმაზე დაფუძნებით, რაც გქონდა 2025 წელს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ინფლაციას რაც შეეხება, თქვენ იცით რომ წლიური ინფლაცია ცირდება ახლა ჩვენ ტელემაყურებელს მარტივად რო ავხსნათ რომ წელიწელთან რაც არის მაჩვენებელი ეს უკვე იკლებს, მართალია 3.3%-ზე მაღალია, მაგრამ მაინც იკლებს, ხოლო ყოველთვიურ დინამიკას თუ შევხედავთ, იქ უფრო 3.3-თან ახლოა ეს მაჩვენებელი, ანუ მომავალ წელს არის 3.3 ინფლაცია 3%, თქვენ მართალია გძანდებით ამ 3.3-ს ალბათ გარკვეულწილად გადააჭარბებს ყოველ შემთხვევაში ჩვენი პროგნოზის ინფლაცია, თუმცა ბევრით არა, იქ გააჩნია იცით ელექტროენერგიის ტარიფებზეა საუბარი, გარკვეულ აქციზურ გადასახადებზე. მეორე მხრივ შეიძლება ნავთობის ფასები ცოტა შემცირდეს, ანუ ყოველ შემთხვევაში 4%-ზე მაღალი ჩვენ არ გვაქვს, დაახლოებით თუ 3.6 შეიძლება იყოს. გააჩნია რა, თქვა ერთჯერადი ფაქტორები და გადასახადების კუთხით რა იქნება დინამიკა, რაც რა თქმა უნდა 3.3-ზე 3%-იან მაჩვენებელზე მაღალია, თუმცა მხოლოდ მცირედით. ახლა ეკონომიკურ ზრდაზე რო გადავიდეთ, დიახ, თქვენ გახსოვთ, მათ შორის თქვენს ეთერშიც, ანუ ჩვენ ყოველთვის ესეთი მაღალი ზრდის პროგნოზები გვაქვს, ანუ 10%-იანი ზრდის პროგნოზები ქონდა კოვიდის შემდეგ 2022 წელს ასე შემდეგ. თუმცა 26 წლისთვის, ნუ ხა წელს რაღა დარჩა ალბათ დაახლოებით 7.5 გამოვა, რაც ნორმალიზების ტემპია, მაგრამ მაინც მაღალისაა, თუმცა მომავალი წლისთვის დაახლოებით 4.5 გავიანგარიშეთ ჩვენ ცოტა უფრო კონსერვატიული პროგნოზი გვაქვს ამჯერად და შესავალიც ამიტომ გავაკეთე. ეს ფრთხილი პროგნოზია თუ ვითარებამ შეიძლება იმ ვითარებამ, რომელშიც ვიმყოფებით, შესაძლოა რეალურად განაპირობოს ასე შემცირება ეკონომიკური ზრდისა? დიახ, პირველ რიგში ვიტყვი რომ 4.5-იც არ არის ცუდი ზრდა, ჩვენ იგივე კოვიდამდელ პერიოდს თუ შევხედავთ საშუალო ზრდას, დაახლოებით ასე იყო ჩვენთან საშუალო ზრდის ტემპი, ხო, ეკონომიკის ზრდის ტემპი, ახლა რა თქმა უნდა მძიმე პერიოდი იყო კოვიდის შემდგომ აღდგენის პერიოდიდან 22 წლიდან ჩვენ ვიცით რომ გარკვეული შემოდინებები არის ამ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხდება და სამწუხაროდ გრძელდება უკრაინაში, ხომ ასეა. ამიტომ ამის გათვალისწინებით სამწუხაროდ ამ კონფლიქტს არ უჩანს ასე თქვათ რეზოლუცია, თუმცა გარკვეული ალბათ თანხმდებით რომ გარკვეული ნიშნები არის, ხომ, ანუ საუბრები მიდის და ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო ბაზრებზე არის მიდგომა რომ კონფლიქტის მოგვარების ალბათობა გაიზარდა, ხომ?
ანუ შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ბაზარი კონფლიქტის მოგვარებისთვის ემზადება და შესაბამისად ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილებები. მოდით უფრო ვიტყოდი, რომ ალბათობა გაიზარდა, ვიდრე მაგალითად იყო, ანუ თავიდან მაღალი ალბათობას ანიჭებდნენ, როდესაც პრეზიდენტ ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში, ხომ, შემდეგ უკვე ძალიან დაეცა ალბათობა, ახლა ისევ გარკვეულწილად გაზრდილია. რა თქმა უნდა, ფუნდამენტური პრობლემა არის, რომ ჯერ კიდევ მხარეებს შორის, ასე ვთქვათ, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ამიტომ არის მოსაზრება, რომ ეს უფრო ბრძოლის ველზე გადაწყდება სამწუხაროდ ვიდრე მოლაპარაკების გით, თუმცა ისე და ისე მოგვარების ალბათობა გაიზარდა. ეხლა რას ნიშნავს ეს მოგვარება? ნიშნავს თუ არა სანქციების მოხსნას რუსეთისთვის ასე შემდეგ, ესეც უკვე კიდევ ცალკე თემაა, თუ ნიშნავს ეს უბრალოდ გაყინულ კონფლიქტს, ხომ? ანუ ბევრი კითხვა არის. თუმცა ერთი რაც არის ჩემი შეფასებით ცალსახა, ну გარდა იმისა, რომ ეს ყოველთვის ნანატრის სცენარია და გასაგებია თქვენ ეთერშიც იყო საუბარი, რომ ჩვენ ყველა განვისვით, რა თქმა უნდა, იმას რაც ხდება. არ არის გამორიცხული, რომ დადებით ეფექტებთან ერთად, რასაც აუცილებლად რეგიონში დადებით ეფექტები მოყვება კონფლიქტის მოგვარებას, არ არის გამორიცხული, რომ კონფლიქტის რო დაიწყო, აი ამ კონფლიქტთან დაკავშირებული სავალუტო შემოდინებების გარკვეული ანუ კონფლიქტის შედეგად მიღებული სარგებელი დავკარგოთ. ამ შემთხვევაში თქვენი ეკონომიკური ზრდა რა ფაქტორების მიხედვით არის გათვლილი? აი ეს არის ზუსტად ვიტყოდი მთავარი მიზეზი, ახლა თქვათ ზრდის შემცირების არგუმენტი ბევრია, იგივე თქვათ რეცესიების ალბათობა, თქვათ იგივე განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ ძირითადი არგუმენტი ჩვენი მხრიდან ეს არის, ანუ ჩვენ გარკვეული ალბათობა გვაქვს, ასე ვთქვათ, 30%-იანი, 40%-იანი ჩვენს როგორც ყველა ვადებთ თვალყურს ამ მოვლენებს და ჩვენს გარკვეული ალბათობა გვაქვს, ასე ვთქვათ, ამ კონფლიქტის მოგვარების იქნება თუ ასე ვთქვათ, გაყინული კონფლიქტის სამწუხაროდ თუ სხვა. თუმცა ვფიქრობთ, რომ ესე იგი წმინდა საზომს თუ ავიღებთ, ანუ რა იქნება პოლიტიკა მაინც ალბათ გადინება უფრო მეტი იქნება, ხომ? და ბუნებრივი აქ დგება საკითხი, რა მოუვა ლარის კურსს. როგორია მოლოდინები ამასთან დაკავშირებით. პრინციპში ჩვენ ვხედავთ, რომ იმ ნეგატიური ტენდენციების ფონზეც, რაც ცალკეული მიმართულებები დაფიქსირდა ჩვენს ეკონომიკაში, ლარი საკმაოდ მყარად დგას, მოდით ასე ვთქვათ. როგორია მოლოდინები? ესე იგი, ჯერჯერობით არათუ მყარად დგას ლარი, უფრო მეტიც ვიტყვი, რომ და ეს სხვადასხვა პროგნოზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიტყვი, რომ სები ახერხებს, ეროვნული ბანკი ახერხებს რეზერვების ძალიან მნიშვნელოვან შევსებას, ხომ, ანუ ესე იგი 2 მილიარდზე მეტი არის შესყიდვები წელს და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია აი ამ ჩვენ რო ვთქვით შესაძლო გადინების, ვალუტის გადინების სცენარებში, ხომ? და იცით რომ ბოლო პერიოდში, რაც ჩემი აზრით, ობიექტურად სავსებით მართებული პოლიტიკაა, რომ უფრო აქტიურია სები ორივე მიმართულებით, ხომ, როგორც გაყიდვის, ასევე ყიდვის მიმართულებით ვალუტის, რაც რა თქმა უნდა ჩვენ გარანტირებულად არავინ ამბობს რომ ზუსტად ეს კურსი იქნება, თუმცა ვალუტის სტაბილურობას უწყობს ეს ხელს, ხო? ყოველ შემთხვევაში ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებ მერყეობას ვხედავთ. ეს ასე. ამიტომ აქ დამაბალანსებელი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ეს არის, ხომ? ახლა მეორე მხრივ კითხვა არის ამ თქვათ შესაძლო რეზოლუციას ხომ არ მოყვება იგივე ემოციური თქვათ ფაქტორები, ემოციური შოკები ეგრეთ წოდებული. მოლოდინები, თქვენ იცით რომ შარშან არჩევნებთან დაკავშირებული მოლოდინების გამო თქვენ იცით რომ ჩვენ შეფასებით $1 მილიარდზე მეტი გადახურდავდა ხომ დეპოზიტებში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს არ გამართლა და კარგი არ გამართლა, მაგრამ მოლოდინი იყო რომ ლარი აუცილებლად გაუფასურდებოდა არჩევნების მერე. შემდეგ. ეხლა ეს თანხები უკან გადმოხურდავდა, რასაც ჩვენ უყურებთ და ჩვენ პუბლიკაციებში არის თქვენ როგორც იცით ოპერატიული ინფორმაცია, თუმცა განწყობები მოლოდინები ყოველთვის თავის დროს ასრულებს, ხომ? ანუ თუ იქნა განწყობა რომ აი თქვათ ეხლა რაც შემოვიდა თქვათ ამ კონფლიქტთან დაკავშირებული ფული აი ეს გადის უკან, ანუ ამას რა თქმა უნდა კონვერტაციების დაემატება, ხო? გასაგები. ამიტომ და ბუნებრივია, როცა ჩვენ შემოდინების წყაროებზე საუბრობთ, რა თქმა უნდა, აქ მიგრაცია არის პირველ რიგში, მანქანების ეფექტი, სხვა შორის შუა კორიდორის თემას ვფიქრობთ, რომ ის უფრო მდგრადია, ყოველ შემთხვევაში ჩვენი შეფასებით და ბუნებრივია, შიდა ინვესტიციები არის მაღალი, თქვენ დეველოპმენტზე გქონდათ სიუჟეტი და ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, რატო გაიზარდა ბოლო წლებში ჩვენთან ბინებზე მოთხოვნა, თუმცა მიგრაციის ეფექტი რო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ეს ჩვენ ვიცით. რა თქმა უნდა, რისთანაც არის დაკავშირებული, ხო? სხვადასხვა
აქ მინდა დავამატო, რომ ჩვენ მალე გამოვხსნით ამას, სულ ახლახანს ჩავატარეთ ჩვენ მიგრანტების გამოკითხვა, ანუ ეს TBC-მ ჩაატარა, TBC კაპიტალმა გამოკითხვა, სადაც ძალიან ოპტიმისტური სურათი მივიღეთ, ანუ დაახლოებით 70%-მა თქვა, რომ ისინი აპირებენ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საქართველოში დარჩენას, რაც რა თქმა უნდა დამოიმედებელია, თუმცა მეორე მხრივ მაინც ვიტყოდი კონსერვატიული მხრიდან, რომ მაინც ჩვენ აქ თქვენ სიუჟეტის იყო, თქვა ისრაელის მოქალაქეები აქტიური არიან, ხო, ბინების შეძენაზე, რომ ჩვენ მაინც მიგრანტებიდან მასობრივად ბინების შეძენას ვერ ვხედავთ, ხო, უფრო ხირა არის მათი მხრიდან, უფრო მეტად, ხო, რაც რა თქმა უნდა აჩენს კითხვას, რომ თუ ისინი აპირებენ დარჩენას, ეს მართლა ასეა თუ არა. არის ხოლმე სხვა გამოკითხვებიც, იგივე რუსეთის სტატისტიკური სამსახურების მიერ ჩატარებულ გამოკითხვას ვეცნობით ჩვენ, სადაც უფრო ნაკლებად დამოიმედებელი სურათია, მაგალითად ეს ეხება არა საქართველოს მარტო, არამედ ყველა იმ ქვეყანას, მიგრანტები არიან. საბოლოო ჯამში ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ, როგორი მოლოდინი სირედი გაუფასურება, დაუბრუნდე, სირედი გაუფასურება გვაქვს ჩვენ ჩადებული დოლარი ლარზე თუ ვიტყვით დაახლოებით 2.80-ის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ასე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონფლიქტის მოგვარების სცენარი ყოველთვის იქნება ევროსთვის პოზიტიური სცენარი, ესეც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ განაცხადებების მიღებაში. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ეს ოთარ ნადარაია გახლდათ TBC ჯგუფის მთავარი ეკონომისტი. ამით მთავარი ეკონომიკაში დასრულებულია დღევანდელი გადაცემის სრული ჩანაწერი. შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით მთავარი ეკონომიკაში და მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე. ერთმანეთს უკვე 2026 წელს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ. ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.